საუბარს განვაგრძობთ ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილთან. პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. მოგესალმებით ქალბატონ მაია, დიდი მადლობა ჩართვისათვის. გამოძიებამ გასცა დღეს უკვე თავისი პასუხი ბრალდებას აი ამ აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე დაასახელა კიდეც ის კონკრეტული საშუალება, რომელიც იქნა გამოყენებული და რომელიც არ არის აკრძალული ნივთიერებების ნუსხაში. თქვენ რა შეგიძლიათ თქვა, თქვენი დასკვნა როგორია, რამდენად გასცა სრულფასოვანი პასუხი გამოძიების შედეგებმა იმ ნებათაღელვასა და აჟიოტაჟს, რაც მოყვა ქვეყანაში BBC-ის ფილმის გამოქვეყნებას. მოწვევისათვის გამოძიების დღევანდელი პასუხი ძალიან ყურადღებით, დღევანდელი ბრიფინგს უსმინეთ ძალიან დიდი ყურადღებით, ძალიან დეტალურად და სოფიციალურად ძალიან ლაკონურად იყო გადმოცემული ის, რაც ალბათ სწრაფად უნდა მიწოდებოდა საზოგადოებას. მე ამის მომხრე ვიყავი, რომ გამოძიების რაღაცა გარკვეული ნაწილი საზოგადოებისთვის გამხდარიყო ცნობილი. თქვათ, შესყიდვები ეს არ იყო სირთულეს არ წარმოადგენდა. ბრიფინგზე საბაჟო და საზღვრის კვეთა იყო მთლიანად წარმოდგენილი წლების განმავლობაში და ასევე ის დაწესებულებები, რომლებიც თურმე კიდევ იღებდნენ ამ ნივთიერებებს. ამით იცით რა არის, ამით ყველაფერი ცხადი გახდა და ის პირველი ნაწილი, რაც ალბათ სახელმწიფოსგან ყველაზე მეტად გაინტერესებდა და ყველას აინტერესებდა, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. და თვითონ ის პოსტულატი, რა თქმა უნდა, რომ თუ ნივთიერება არ არის აღმოჩენილი ადამიანის სისხლში, შარდში ან გამონაყოფებში და თუ ეს არ არის დადასტურებული ლაბორატორიულად, ამ ნივთიერებაზე საუბარი აი აქ უნდა დასრულდეს. დანარჩენი ყველაფერი არის ფანტაზია, არის პროვოკაცია, არის მანიპულაცია და ასე შემდეგ. აი ეს დღევანდელმა ბრიფინგმა მე მაგალითად თვალნახილს დამანახა და მადლობა რომ ეს დროზე მოგვაწოდეს, იმიტომ რომ მართლა ძალიან მძიმე ნერვული ფონი არის საზოგადოებაში, 1000 ფანტაზია, 1000 პროვოკაცია, 1000 შემოგდებული ნივთიერება, 1000 აზრი და ასე შემდეგ. თუთი ყუშებით და ზუსტად ამის გათვალისწინებით, ზუსტად ამ ფონის გათვალისწინებით ფიქრობთ, რომ დაასრულებს მაგალითად ქვეყნის შიგნით აი ამ ბრალდებებზე და აი ამ მოწამვლის შედეგებზე საუბარს გამოძიების პასუხი, იმიტომ რომ აი გარკვეულ ჯგუფებში სოციალური ქსელი არის ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიური, იდება კომენტარები, რომ გამოძიება არ არის სანდო, რომ დასახელებული ნივთიერება ნაკლებ ტოქსიკურიც არ შეიძლება იყოს. აი ჩვენო პირველმა სტუმარმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს აჟიოტაჟი რამდენიმე დღე კიდევ გაგრძელდება, იმიტომ რომ ოპოზიცია და მისი მხარდამჭერი აქტივისტები ასე უცებ ამ თემას ვერ ჩაფარცხავენ მიუხედავად გამოძიების პასუხების. აი თქვენ როგორ ხედავთ პროცესების განვითარებას ამ მიმართულებით? საერთოდ არის, როდესაც პოლიტიკური ელქერი ასდის და პოლიტიკური დაინტერესება ასდის რაღაც თემას, როცა ის არის შემოგდებული და BBC-ის თემა ეს არის უბრალოდ თემა არ არის, ეს არის ძალიან რთული საკითხი, რომელიც სრულიად დაგეგმილი მიზანმიმართულად იყო მომზადებული და გამოშვებული ისე დროს, როდესაც ეს უნდა გამოსულიყო, დრო შერჩეულია და აი ამ ფონზე ის ადამიანები, ვინც ემსახურებიან ამ თემის კულტივირებას, რა თქმა უნდა, მას გააგრძელებენ. საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც აინტერესებს პასუხი და არგუმენტირებული პასუხი, ამ ნაწილმა ეს პასუხი მიიღო და ამ ნაწილისთვის ეს გასაგებია. დანარჩენი ხელისუფლებას არ ენდობიან, ვინც არ აღიარებს, ვინც ბუმბულებით, თუთიყუსის ბუმბულებით საზღვრავს. ისინი ეს არის დაინტერესებული ადამიანების გარკვეული ნაწილი, რომლებმაც იციან რატომ ახდენა ამის კულტივირებას და არის უბრალოდ გაუნათლებელი ადამიანების გარკვეული ნაწილი, რომლებიც აი ამ ფანტაზიაში ცხოვრობენ და ქალბატონ მაია, ასე მარტივად ვერ უსწრებთ. თქვენც ახსენეთ, რომ აი ამ ფილმს ჰქონდა გარკვეული მიზანი. ხელისუფლებაც ამბობდა ამ დღეების განმავლობაში, გამოძიების შედეგების მოსმენამდეც არაერთხელ თქვა, რომ ეს იყო მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ემსახურებოდა როგორც ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით კონკრეტული ჯგუფებისთვის ოპოზიციის მუხტის აწევას. აი რამდენად შეასრულა ამ დღეების განმავლობაში ამ მასალის გამოქვეყნებამ ან ერთი ან მეორე მიზანი? ზოგადად ასეთ ტექნოლოგიას აქვს ორი მიზანი. ერთი არის შიდა აუდიტორიაზე გათვლილი, შიდა მოხმარებისთვის. აქ მუხტის აწევა, იცით მუხტის აწევა შესაძლებელია, მაგრამ თუნდაც იგივე სპეციალისტების თვალსაზრისით აქ მუხტი დიდად ვერ აიწევდა, ანუ კრიტიკულად ვერ აიწევს შიდა მოხმარებისთვის ეს მუხტი და ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ მეორე არის, ჩემი აზრით ეს უფრო გარე მოხმარების მიზნებს ემსახურებოდა, იმიტომ რომ ქიმიური ნივთიერება და ქიმიური იარაღის გამოყენება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ეს არის უსასტიკესი ბრალდება, რაც კი შეიძლება დღეს
მოიძებნოს სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ და სახელმწიფო მმართველობის წინააღმდეგ. ანუ აქ იცით ეს რეგისტრი ძალიან მაღალი იყო და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უფრო გარემოხმარებისთვის იყო. ადამიანებმა ვინც არ იცის საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, უამრავმა ემიგრანტმა არ იცის რეალურად რა ხდება საქართველოში და ალბათ ის კანონი სწორედაც რომ მისაღები იყო და სწორია. მათ არ იციან, მათ იციან იმ გარკვეული საინფორმაციო საშუალებებით, რა ხდება საქართველოში და ჩვენ ვინც ვიცით, არა, ვიცით რომ ეს სიგიზეა. ოღონდ უცხოელმა და უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა ეს არ იცის. გაიგეთ, რომ ჩემი სახელმწიფო ხალხის წინამდე ქიმიურ იარაღს იყენებს და თან პირველი მსოფლიო ომის დროინდელი. ნახეთ, რუსეთის და უკრაინის ომი ძალიან ხშირად პარალელების გავლება ხდება პირველ მსოფლიო ომთან და გარკვეულ მომენტებში და აქ ეს პირველი მსოფლიო ომი არა ქართული საზოგადოებისთვის, არამედ სწორედ იმ საზოგადოებისთვის არის, რომელიც პირდაპირ ჯდება იმ სქემაში, იცით, პიარ სქემაში. აქედან გამომდინარე, ეს იყო გარემოხმარებისთვის, მე დარწმუნებული ვარ ამაში და იმდენად დარწმუნებული, რომ ეს უნდა ჩაგდებულიყო ადამიანების წინებში და ხელისუფლებას, დასანქცირებაზეა საუბარი, ბრიტანეთის მხრიდან მოთხოვნა არის და მათ შორის არა მარტო ბრიტანეთში, არამედ ოფშორებში, ხომ? და აი იქ შედის სწორედ ის, რითიც თავისი აზრით ალბათ ძალიან დაარტყავდნენ ხელისუფლების რაღაც გარკვეულ ნაწილს და ვიცით, ვისაც გულისხმობ. მაგრამ საზოგადოების თვალში, მსოფლიო საზოგადოების თვალში, საქართველო გამოდიოდა ქიმიური იარაღის გამოყენებელ სახელმწიფოდ და ეს მსგავსი ჩვენ გვახსოვს ერაყში, ხომ? და ანუ ეს ძალიან საშიში ბრალდება იყო და ძალიან კარგი რომ ხელისუფლება აპირებს პასუხი გასცეს ამ ბრალდებას უკვე საერთაშორისო ასპარესზე, იმიტომ რომ აი ამაზე გაჩვენება უბრალოდ შეუძლებელი არის. ეს ყველა ჩვენთაგან ეხება და ეს ჩვენ ქვეყანას ეხება, ოღონდ ძალიან ცუდი, ძალიან გაბედულად ცუდი და მავნებლური ნაბიჯი არის. ეს პირდაპირ ხოგენეთ სახელმწიფოს ხელისუფლების წინააღმდეგ ნაწარმოები ძალიან სერიოზული გასროლა არის, რომელიც რა თქმა უნდა მიზანს არ მოხდება და არ უნდა მოხდეს და უნდა შეუბრუნდეს ბუმერანგად იმას, ვინც ამას წლებია აკეთებს და უკვე დავიღალეთ უბრალოდ აი ამ გარედან შემოგდებული ფანტაზიებით, რომელიც საღდება როგორც არ ვიცი, როგორც ვერ საღდება, საქმის მაგაშია რომ ვერ საღდება. მაგრამ ეს უნდა დასრულდეს. მადლობა ქალბატონო მაია, ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.